მადლობა მეგობარ სამსახელწოდებით 11 მაისს თბილისში მოქალაქეებმა ახმეტელის მეტროს სადგურიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომდე მსვლელობა გამართეს ახალგაზრდებმა სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა და პოლიტიკოსებმა. ამ ფორმით შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადეს მეგობარი აქტისთვის, პარტნიორობის, მეგობრობისა და განგრძობადი მხარდაჭერისთვის. მარშის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოს და ამერიკის დროშები, ასევე პლაკატების სხვადასხვა წარწერით. მსვლელობის განმავლობაში უწყვეტი პროევროპული პროტესტის უკვე ტრადიციულად ქცეული შეძახილები ისმოდა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა, ასევე გააჟღერეს პროევროპული პროტესტის დროს დაკავებულების სახელები. თავისუფლება ზვია ცეცხლაძე! თავისუფლება საბაჯიკიას! თავისუფლება ირაკლი მიმინაშვილს! თავისუფლება ისაბალიეს! თავისუფლება თორნიკე გოშაძეს! თავისუფლება გიორგი გორგაძეს! თავისუფლება ვეფხია კაცრაძეს! თავისუფლება ვასილ კაძელაშვილს! თავისუფლება გურამ ხუტაშვილს! თავისუფლება დანიელ მომლაძეს! თავისუფლება ანტონ ჩეჩიკს! თავისუფლება დავით ხომერი! მადლობა პირველ რიგში თქვენ, რომ ასე გაუთექლათ და გაუჩერებლად გახართ და იბრძვით პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის და მერე ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენ ძალიან პატარა პლანეტაზე ვცხოვრობთ და არანაირად არ გამოდის მეგობრების გარეშე. არა კი ცდილობენ ესენი ისტორიის გადაწერას, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები იყო ზუსტად რომელმაც რუსეთი გააჩერა 2008 წელს შავ ზღვაში შემოსულმა კრეისერმა, რომელსაც მერე ესენი თვითონ აქ პამპერსების და წყლების შეუმტანად ასაღებდნენ. ამიტომ ამერიკა არის ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის უმთავრესი გარანტი ქართულ ხალხთან ერთად. მადლობა უნდა უთხრა ჩვენ მეგობარს, მხოლოდ რა თქმა უნდა, რომ კიდევ უფრო დაჩქარებით მიიღოს ეს აქტი და საბოლოოდ მოვიშოროთ ეს მოღალატეები, რომლებმაც ვერ შეიგნეს დღემდე რასაც აკეთებენ და დაგინებით და გინებით ცდილობენ რომ დაგვაჯერონ თითქოს რუსულ საქმეს არ აკეთებენ. მარშის მონაწილეების მიმართ მოქალაქეები მხარდაჭერას სახლების საევნებიდან გამოხატავდნენ, აფრიალებდნენ საქართველოს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებს. Da, da, da,
თავდაპირველად მარშის მონაწილეები 14 საათზე სადგურის მოედნის ავლაბრის და დელისის მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მეტროთი ახმეტელის მეტროსადგურთან გადაინაცვლეს. არაფერი აღარ დარჩა იმისთვის, რომ ზედა პალატა ხელი მოაწეროს და ეს იქცეს კანონად და ნახეთ სახელიც კი შეუცვალეს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის ზეგავლენები და რუსეთის კრემლის ზეგავლენების ჩახსნა საქართველოდან ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დღეს აქ უფრო მეტი ხალხი უნდა იყოს, მთელი საქართველო აქ უნდა იყოს. მე ვიცი რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლება საელჩოს და გაკეთება აქციის, მაგრამ დამეჯერეთ. დამერწმუნეთ, ისინი გვიყურებენ, ისინი გველოდებიან, მათ უნდათ სიგნალი, როგორც ამერიკელები ამბობენ, help me to help you. ამიტომ უნდა დავეხმაროთ მათ. ეხლა მთავარი არის, რომ ჩვენ მივასწინოთ ჩვენი ხმა, Mr. Trump's, JD Vance, Mark Rubio's, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენი მეგობარი მთელი ცხოვრება. საქართველო აუცილებლად გამწყდება. დღის განმავლობაში საპროტესტო შეძახილების მოდა მეტროშიც. Glory to USA, glory to Georgia, glory to Ukraine, glory to Russia! მარშის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს დაუწყვეტი პროევროპული პროტესტის 165 დღესაც რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ხელოვნება, ცოცხალი